მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. დღეს ვისაუბრებ ენერგიებზე. დამანგრეველი ენერგია. ადამიანები სხვა სამყარო და თითქმის ასე ითვლებიან, ასეთი ადამიანები რომ იცოდეთ. და რა ხდება? ეხლა შემდეგ, როდესაც დავუშვათ იტყვი, რომ ეხლა ვიღაცა დაზარალდა, ბუმერანგი დაუბრუნდა და რაღაცა, შემდეგ თუ აქცენტს გააკეთებ, აი ამაზე აქვს საზოგადოებას ბევრს, ეს არის ძირითადად ბრბო, მე ბრბოს მარტომი არა ვფიქრობ დამეთანხმება ბევრი მათგანიც, ბრბო ქვია ესეც საზოგადოებას, იმიტომ რომ ზედაპირულად როდესაც რაღაცას განიხილავ. შესაბამისად, აქეთ იტყვიან დედა რა ბოროტი ხარ ისე, არა, ბოროტება სხვა რამე არის. ერთმანეთიდან გამიჯვნა უნდა ისწავლოთ ზოგადად რა არის. გაცრავად. უკაცრავად. ხო და შესაბამისად, აი აქ არის ესეთი ვარიანტი, აი სიტყვების რაღაც, აი ზუსტად ერთმანეთიდან განსხვავებას ადამიანები რა არის, ვერ ხვდებიან, ვერაცნობიერებენ, ეს უკვე განათლებასთან გვაქვს აქ საქმე, პრობლემა, რატომ არის თუნდაც განათლებაც, ხო? ნახეთ, საიდან სად გადავედი. ნიშნულოვანი უპირველესად ადამიანისთვის. ან უბრალოდ მოსმენის კულტურა მაინც უნდა გქონდეს ადამიანს და შემდეგ რაღაც ცოტაოდენი ინტერესი. მოდი, რა თქვა, განვიხილო ჯერ ეს ამ ადამიანმა და შემდეგ გამოვიტანო დასკვნები, ხო? 10 ჯერ გაჭერი და გაზომე და ერთხელ გაჭერიო. ტყუილად არ არის ნათქვამი. შესაბამისად, ესეთი ადამიანები, რომლებიც დამანგრეველი ენერგიებით მოძრაობს, ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრზეც იმოქმედოს, თუნდაც დედაზე, მამაზე და ასე შემდეგ. ასეთ ადამიანებს ეს არ არის, რომ მას შეგნებულად უნდათ ეს ყველაფერი, უბრალოდ ისინი სხვა გალაქტიკიდან არიან, როდესაც იბადებიან, თუნდაც აი ესეთი შეგრძნებები აქვთ. დავუშვათ, სულ რაღაც მთვარეს უყურებენ, სულ ვარსკვლავებს უყურებენ, სულ რაღაც ზეცაში აქვთ კონტაქტი. ესე რომ ვთქვათ და სულ იქით აქვთ მთელი ყურადღება, თითქოს იქ უნდა თუ იქ ეძებენ რაღაც, სულ აი ესე არის ესეთი საზოგადოება. შესაძლებელია ძალიან მარტო ჩაკეტილი გრძნობდეს ადამიანი თავს, რაც არ უნდა საზოგადოებაში იყოს, ხო? შესაძლებელია როგორ არის, იცი, აი ძალიან თავისებური ხასიათითაც გამოირჩეოდეს, სხვანაირი არის, ეტყობა ადამიანს, კი ბატონო, იქ პირადით მე ვერ გეტყოდით, რომ ლაგდებოდეს, არ ლაგდება ჩემო კარგებო ესეთებთან პირად, იმიტომ ძალიან რთული არის, მოდი ასე ვთქვათ, დალაგდეს. გარდა ამისა, რას მინდა აქცენტი გაუსვა. ამ შემთხვევაში ესენი ეძებენ თავიანთ ნაწილს, მოდი ასე ვთქვათ, და რომელსაც ამ ქვეყანაში ვერ პოულობენ. თითქოს დედამიწაზე მათი ადგილი არ არის, ნახეთ. ვერ ეგუებიან აი ამ ცხოვრებას, ამ თანამედროვეობას, შესაძლებელია ძალიან წინა საუკუნეების, აი ძველი რაღაც ნივთები, აქსესუარები, ესეთი რაღაცები აინტერესებდეს. ნახეთ, ეს არის ან რომელიმე კულტურა აინტერესებდეს, ეს არის ზუსტად საით მიიწევს ამ ადამიანის, მოდი ასე ვთქვათ, ქვეცნობიერი, რაც თუ შინაგანად დაუკვირდებით თქვენს თავს, იპოვით თქვენს ადგილს, ხო, ყველგან, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სხვანაირი დაფიქრება, უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარი ორგანიზმის მოსმენა, საკუთარი ქვეცნობიერის მოსმენა ამ შემთხვევაში. და მაინც კიდევ ნახეთ, გადახვევები მაქვს და საბოლოო ჯამში მივახწევ მაგ ენერგიებთანაც, ნახეთ. ყოფილა ესეთი შემთხვევა, დავუშვათ ძალიან გაბრაზდა ადამიანი, ნახეთ, გაბრაზდა და
არ აქვს მნიშვნელობა ვის შესაძლებელია ოჯახის წევრზეც გაბრაზდეს ესეთი ადამიანი, ხო? ნებისმიერ ადამიანზე და ადამიანი იწყებს ავადმყოფობას, შემდეგ შესაძლებელია გადავიდეს იქამდე, რომ გარდაცვალებამდე მივიდეს ადამიანი, ნახეთ? ეს არის ზუსტად თქვენს გვერდით მისი ენერგია ზუსტად ასე მოქმედებს. ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ მაქსიმალურად თუ კი ამაში ამჩნევთ და ძალიან დაუჯერებელია დაუშვათ შვილს აქვს ესეთი ენერგია. თქვენ ანეიტრალებთ კი, მაგრამ სიცოცხლის ხარჯზე, თქვენი სიცოცხლის ხარჯზე. შეიძლება მეგობარს აქვს ესეთი ენერგია. შეიძლება ვიღაცას გამლელს უბრალოდ და მასთან მოგიწიათ ეს ასე ვთქვათ შეტაკება და სხვათა შორის ერთი მომენტი გამახსენდა ახლა გზაში ესე ქალბატონმა დაარღვია მოძრაობის წესები და დავსიგნალე რა შვები მეთქი ცოტა მეც ისე ვიყავი შეფსიხებულ ხასიათზე და ამ ქალმა არც იმას იმ ხელაზე მუდამი სიგნალი მე ცოტა დავაძახებიე და ამანე კვიო შენო აქანეო ლამის გადმოფრინდა მანქანიდან შენა კაკე ჩამოწია ფანჯარა რომ გადმოყვე ბულდოზივით თავი მაგრამ მე ხომ აქ ტიპაჟი არა ვარ ახლა რაღაცა ჯერ ისე დავრჩი გაგურებულა უთხრა წესები დაარღვიეთ მეთქი ზოგადად ესე არ გამოდივარ მწყობრიდან ესე ადვილად მაგრამ აი ეს წესებია და დამიწყო ჭიმვა და ისე მომეშალა ნერვები რო წავიდა შენ მეთქი რაღაცა ერთი სიტყვა ჩავილაპარაკე და მეორე დღეს კიდევ ზუსტად იმ ადგილას შემხვდა ეს ქალი და უკვე ცხვირი ქონდა მანქანას მოგლეჯილი. და კიდე ისეთნაირად იმასქნა. დაარღვია და მგელივით გადმომხედა, მაგრამ რაღა უნდა ეთქვა. ნახეთ, ეს ახლა ჩემი ენერგია მთლად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სინამდვილე იმდენჯერ დაარღვიეთ ყობა იმ ადამიანმა ესა წესები უკვე მასქნა, ხო? მოხდა ცხვირში. მაგრამ არ არის გამორიცხული ზუსტად ესეც ყოფილიყო ჩემი ენერგია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, მოდი ასე ვთქვათ. რომ ადამიანები შემდეგ ზარალდებიან. უბრალოდ აი ასე გზაში გამვლელი, ხო? მე აღარ დამინახავს არსად ალბათ ან მანქანა შეცვალა, ან იქნება გაეთრა ბათუმიდან ძალიან კარგი, არ მეყვარს ესეთი ხალხი, ხო? როდესაც ნახეთ ვერ შეიგნებს აი ამ მომენტს, იმიტომ რომ საკუთარ თავს კარგი აზარალებ და უქმნის საფრთხეს მარაგაცო. მოძრაობთ ხალხი. სხვასაც რო უქმნის საფრთხეს, როგორ არის ეს? ახლა ერთი მომენტი გამახსენდა კიდევ ერთ-ერთი გოგონა ესე პუბლიკის წინაშე ძალიან უჭირს გამოსვლა. და აუცილებლად უნდა გამოსულიყო მოკლედ. იმდენი იწუწუნა, იმდენჯერ ხომ მეყურები მეტკინა, მე არ მიყვარს ესეთი რაღაცები და იმდენი იწუწუნა და ზუსტად აი გამოსვლის წინ გარდაეცვალა დედა და ეს უნდა იმსაცოდავს საერთოდ ჩაიშალა ყველაფერი დაინგრა. მე რას ვფიქრობ, იცით, აი რატომ საუბრობ ამ ყველაფერზე. სადაც მე გადავიღალე, ხლა ის ოჯახში რა დღეში იქნება, დედამ განეიტრალა ეს გოგო, აი თუნდაც იმდენად პრობლემური იყო ეს თემა მისთვის. და ეს ნახეთ, რა თქმა უნდა, მაინც მოუწევს ამ გოგოს მაგ პუბლიკის წინაშე გამოსვლა, ან სამსახურის დატოვება მოუწევს, საქმე იმაში არის, თუ მაგას ვეღარ შეძლებს. ან უნდა გამოვიდეს, მაგრამ გადაიდო რამდენიმე დრო შეიძლება შეემზადოს, რა ვიცი, ფსიქოლოგიურად, რაც ძალიან მეეჭვება მე პირადად, მაგრამ ეს არის რაღაც დედის მხრიდან, ნახეთ, თითქოს მისი სხვა ვერანაირად ვერ გამოძვრებოდა ამ საქმიდან ეს ადამიანი, საქმე ამაში არის. და აი ემსხვერპლა ქალბატონი ამ შვილის ენერგიას, მე ზუსტად ასე გეტყოდით ამ ყველაფერს, ასე არის. ეხლა ეს ვიღაცას იქნებს ღაპრად მოეჩვენოს და დაემთხვა, არა, ეს დამთხევა არ არის ჩემო კარგი. ესეთი რაღაცები ხდება. შესაძლებელია თავდასხმა მოხდეს შვილზე, მაგიური თუნდაც ან რაღაცა ძალიან დაბიჯურდეს შვილის ენერგია და დედა არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომ იცოდეთ შვილისთვის, დალოცვის მხრივ, განეიტრალების მხრივ და ყველაფრის მხრივ. და ამ შემთხვევაში ესე იგი ერთი რაღაც გამახსენდა გეტყვით.
ამ შემთხვევაში შეიძლება განეინტრალოს დედის ენერგია, მოყოლთ ეს ხდება გარდაცვალების ნიადაგზე, ხო, როგორც დავუშვათ, მშობიარობას ბევრი დედა გადაყოლია და შვილი გადარჩენილა. ეს არის დედის ენერგია, რომ დავუშვათ, შვილი უნდა დაღუპულიყო და მე რაღაცა შეიცვლება, იქ არის ისეთნაირად, რომ დავუშვათ, შვილი გადარჩება და დედა, რომელიც არ იყო სამ რისკის ქვეშ პირიქით ხდება, ხო? ეს არის ძალიან დიდი ენერგია. სხვათა შორის, ახლა გამახსენდა და გეტყვით, რომ თმის ღერი, დედის თმის ღერი არის ძალიან კარგი თილისმა, რომ იცოდეთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივად ეს დედის თმა შეფუთოთ ლამაზად პატარა ტყავის ჩანთაში შეკეროთ, ახლა ეს დიდი არის, აქ არაფერი არ მაქვს ისეთი, ძალიან პატარაში, ძალიან ესე გამოკეროთ დედის თმა და ატაროთ თან თილისმად, როგორც დაცვა, ჩემოკარგებო, ახლა გამახსენდა, ეს ძალიან კარგი არის, სხვათა შორის, მე არ მაქვს სამწუხაროდ, ახლა ფიქრობ, რამე დედის ძველი ნივთი ხომ არ მაქვს, სადმე შენახული იქნებ თმის ღერი ვიპოვო, თქო. თქვენ წარმოიდგინეთ. და ძალიან კარგი არის. შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, ატარეთ ნებისმიერ დროს, არ დაკარგოთ და რა თქმა უნდა შეგიძლიათ უბრალოდ იმისთვის ატარებ, რომ დაგიცვათ, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, დედის ლოცვებიც არსებობს სპეციალური შვილთათვის, ვინც არ იცი, შეიძლება ბევრმა იცოდეთ, რომ ეს არის ზუსტად ძალიან, ასე რომ ვთქვათ, საკუთარი შვილის დაცვა, ესეთი, აი, დედის ლოცვა შვილთათვის, მე მგონი, ის არა ქვია, ყველაფერი ნათქვამია ამ სიტყვით, ხო, როგორც დავუშვათ, დედის წყევლა არის ძალიან მძიმე და დედისგან დაწყევლილი თუ არის რომელიმე ადამიანი, რა ვიცი, მან რა უნდა გაიხაროს, მაგრამ ერთ-ერთი კიდევ შეგიძლიათ დავუშვათ, თუ მოასწრებთ ყოველთვის, თუ გარდაცვალების პირას არის თქვენი დედა, ბებია, ბაბუა, რაღაცა, შეგიძლიათ ითხოვოთ მათგან შენდობა, პატიება, მაპატიე თუ შეგიძლია, ხო? ან რაღაცნაირად თქვენი სიტყვებით გაპატიოთ და თხოვოთ, რომ დალოცვილი დაგტოვოთ, დამლოცე. და აი წენა არ გაყვეს რამეზე გულზე, გთხოვ, დაუშვათ, ხო? არ უნდა მოგერიდოთ მაგის. არ გაყვეს რამე წენა და დამლოცე, დალოცვილი დამტოვე, ძალიან გთხოვ, უთხრათ. იმიტომ რომ ესენი ყველაფერი მოქმედებს ჩემოკარგებო ადამიანზე. მაგრამ როგორ უნდა დაიცვათ ახლა ესეთი ხალხიდან თავი ჩემოკარგებო, ხო? მე გამახსენდა კიდევ ერთი მომენტი, სხვათა შორის მე პირადად მქონდა ესეთი მომენტი და რეალურ ამბებს გიყვებით მე თქვენ ყოველთვის, როდესაც დედაჩემი იყო ავად, მაშინ რაღაც აი დროში ვიჭედებოდი, ხან მოწესრიგებული ყოველთვის ვიყავი, მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც იყო, მეცადინობას ვერ ვასწრებდი, რაღაცას მას ვერ ვასწრებდი, დროში რაღაცა ხო ხდებით საავადმყოფო ისე რაღაცების სწავლას ვერ ვასწრებდი, ისეთი მომენტი იყო და ერთხელაც ესე რაღაც მქონდა დასამუშავებელი, მე სულ საზოგადოებასთან მაქვს ბავშვობიდან კონტაქტი რომ იცოდეთ და რაღაცა იყო ესე რომ არ ვიყავი რა ფორმაში, მთლად ესე მე არ ვამბობ ფიზიკურ მოწესრიგებას, კაცო, ის სამსახურეობებს ვიძახი. და რაღაცა შემეშალა მომენტალურად ახლა ფორმას ნახეთ ემოციურადაც როდესაც გადატვირთული ადამიანის სახში რაღაცა პრობლემა გაქვს, დედა ყავს ბოლო-ბოლო ავად, ესეც არ არის ხო წესრიგი. ძალიან მაგრად იყო შეიძლება, მაგრამ ფსიქოლოგიური მოწესრიგება კიდევ ყველაზე 99% ფსიქოლოგიაა, რომ იცოდეთ. ხო და თავისთავად რაღაცა შემეშალა არ გამომივიდა, ცოტა დამაგვიანდა 1-5 წუთზე რო ლაპარაკი შეექნება და სხვათა შორის გადმომიხდა ერთ-ერთი ქალბატონი და ასე როგორ შეიძლება და ჩვენ აქ ადრე მოვდივართ და ვემზადებით და შენ თავის დროზეც 5 წუთი და მხარე 5 წუთი რა სალაპარაკოა ესეთი რთული მე რა რთულია ვის არ აქვს ესეთი პრობლემები ერთხელ მეორეჯერ რაღაც ერთი სამჯერ განმეორდა იგივე და ჩემი ჩახსნა უნდა და სამსახურიდან რაღაცა ისე იყო სულ და ისე გამწარდი. მაშინ და ესე ვთქვი, თუ რამე სამართალი არსებობს ქვეყანაზე თქო. ღმერთმა და მაღალმა ძალებმა ზუსტად იგივე გაატაროს საკუთარ თავზე მეთქი.
ზუსტად აი დედამისზე თქო და როგორ რა ფორმაში იქნება აი მე აი ზუსტად თქო და არც გასულა დიდი ხანი დაიწყო დედამისმა ავადმყოფობა და რა თქმა უნდა მოწესრიგება კი არა იმდენს წუწუნებს და დედა ჩემი ავატარებდა სულ ერთმა მე გადავიდა თავზე და მე სულ არ მყავს დედაო მე არ დამჭირვებია ხმის ამოღება დამერწმუნეთ მე არ ვარ მაგ ტიპაჟი მე იმას მე უბრალოდ თავის დაკანტურება ვიცი მაგ დროს ესე ლამაზა ძალიან ნელა ესე 1-2 ჩამოუკრავ თავს ესე ხო ეს არის ჩემი რეაქცია მაგ დროს ესე რო იტყვის ადამიანი მიხვდებით ახლა ალბათ მანერას ხო ესე ცოტათი რო გადაწევ თავს გვერდზე და 1-2 ჩამოკრავ ეგ არის ჩემი ესეთი დროს რეაქციის გამოხატვა დაგიბრუნდა ანუ უკანა ხო ესე ხო ხდებთ ყველაფერზე პასუხი ეს არის ჩემი თუმცა მაგდეს ვერ ხვდებიან ეხლა თქვენ გიხსნით აქ და იმედია რეალურად არ მომიწევს ესეთ მდგომარეობაში ან ჩემი დანახვა ესეთ მანერას როდესაც გავაკეთებ მაგრამ თუ გავაკეთებ მიხვდებით ხო თუ ვინმეს მოგიწევთ რაშია საქმე რას ნიშნავს შესაბამისად რა თქმა უნდა პრობლემები და ნუ რა ვიცი მოკლედ ყველაფერი გადაიტანა შესაბამისად ეს იყო ზუსტად თუნდაც მე არ ვიყავი ამ ადამიანის მიმართ ცუდად განწყობილი მაგასაც განმარტავ პირიქით როდესაც იყო მიღება სამსახურებში რაღაცებში 1-2 სიტყვა მეც მკითხენ რომ ამ ადამიანზე რა აზრის იყავი და რა თქმა უნდა რეკომენდაცია გაუწიე საქმე ამაში არის და ეს მან არ იცის ჩემი რეკომენდაციის გასაწევი რა სჭირს ხო ხვდებით და არა და სინამდვილეში გაუწიე რეკომენდაცია მან არ იცის მაგრამ მე ვიცი მე თუ ვიტყოდი რომ არა ეს ადამიანი არ მინდა არ გვინდა არ მიიღებდნენ ესეთი ვარიანტი იყო შესაბამისად, ეხლა დადგა ყველაფერი ამ პრობლემის წინაშე. ეს არის ზუსტად დამანგრეველი ენერგია. ამიტომ თქვენ თვითონ ნახეთ, მე არ ვარ ცუდად განწყობილი. ის ადამიანი არ არის ცუდად განწყობილი თქვენს მიმართ, მაგრამ ხანდახან თქვენ თვითონ უქმნით საკუთარ თავს თუნდაც ამ რაღაც ენერგიებს. ეს არის თქვენი არჩევანი ნებისმიერი ადამიანის. ერთი პოსტი გავაკეთე სხვათა შორის ჩემი რეალური გვერდიდან ერთი ადამიანი კვდება მეორე ავატარის ის თქო და დიდო შენა ზოგმა ისე გამომეკიდა და არა და საკმაოდ ესეთი დამწუხრებული სახე და არავითარი ღიმილი და რაღაცა და ბევრმა გაიგო მიხვდა ზოგი მიცნობს რეალურად კაცო არა ვარ ესეთი ტიპაჟი ხო ახლა ვინმეს შანი მოუგო და გიყვებით აგერ კიდეც მაგრამ ნახეთ ამ ადამიანს ზოგიერთ ესე ბრბო გამლელი რა თქმა უნდა გამოგლანწყონ ხო ესეთ დროს და ნახეთ ეს არის ზუსტად ახსენი კიდეც შემდეგ რომ ეს ვიდეო იმისთვის კი არ დაიდო მე შანს უგებ ვინმეს ეს ვიდეო დაიდო იმისთვის როგორ არ უნდა მოიქცეთ ეს არის თქვენს მიერ გამომუშავებული ენერგია რომელიც დაგიბრუნდა უკან ჩვენ არც ერთმა არ ვიცით ვის რაიმე მერე კიდე მოდი ასე გეტყვით ობლის უპატრონოზე აღარ მაქვს ლაპარაკი ობლის ცრემლიო დედამიწის ხელა არისო ღმერთმა იცი როგორ თქვათ ვაი შენს გამო თვალცრემლიანი ჩემთან მოვიდა ადამიანი და ვაი იმას ვინც ამას გააკეთებს ესეთი ზუსტი ახლა ის არ მახსოვს უკაცრავად როგორ არის მაგრამ შინაარს გეუბნებით ასე რომ ობლის ცრემლი მიწაზე არ ვარდება და დედამიწის ხელა არის თუ კი დავარდება რომ იცოდეთ ასე რომ ეს ყველაფერი სანამ ადამიანები ამას არ გააცნობიერებენ ეს არის საქციელი ეს არის მანერა ახლა უკაცრავად აღმზრდელობითი თემა არის მაგრამ ეს არის შემდეგ ზუსტად რომ მოდიხართ და ეძებთ ბევრი თქვენთაგანი ვაიმე რა ხდება ჩემს თავს ჯადო გამიკეთა ვიღაცამ რაღაცა გამიკეთა რა ჯადო შენ თვითონ გავუკეთე შენ თავს შენათვალი ჯადო გამოიმუშავე ეს ენერგია და ცხოვრობ მაგ ენერგიაში და ეხლა ეძებ გარეთ
უკაცრავად ჩიგაკს და გარეთ ეძება უკაცრავად, მაგრამ ესე არის, ხო? ცოტა მეტი მათ რო გითხრათ გასაგებენაზე, იმიტომ რომ ბევრი ვერ გაიგებს ესე კულტურულ ლაპარაკს და აი ასე არის ჩემო კარგებო ეს ვარიანტი. გარდა კიდევ იმის ახლა ახლა ჯადოზე აქ ჩასაკვეხებელია დამანგრეველ ენერგიებზე საუბრობ, მაგრამ ჯადოზე გამახსენდა ყველაფერს ჯადოს მოაბრალებთ ხალხნო. და იმაშვებით მოდის ბევრი ქალბატონი და როგორი რა ფსიქოლოგიურად რა ვიცი თუ გინდათ გეწყინოთ დაავადმყოფებული ხართ ხალხო მიხედეთ თქვენს ფსიქოლოგიას იკავებთ მამაკაცთან ურთიერთობას და მამაკაცმა დაუშვი კაცია დაწვება აბა რასიზმი ყველა დირკას ხმარობ ზოგიერთი კაცი ისეთი არის თუ სადმე პატარა აი ახლა ეს თავღიამი ხედავთ ამას როგორ ამასაც იხმარს ზოგიერთი კაცი ისეთი არის და თქვენ რატო გეტყვით ვარს ახლა თუ კი რა ვიცი ცოტა ნორმალურად გამოიყურებით და თანახმახართ თანაც და შემდეგ ცოლშვილიან მამაკაცებზე საუბარი ბრუნდება თავის ცოლშვილთან და ცოლმა გაუკეთა ჯადო რატო ვერ გავიგე ახლა თქვენზე ვერ გავიგე ახლა რადგანაც სექსუალური ურთიერთობა მაგით თუ აბამთ კაცებს ვერ გავიგე მაგი ლოგინი ცოლთანაც აქვს და შვილი ყავს და რა ვიცი ოფიციალურად და კაი ქალის სტატუსით ყავს გენაცვალე მოყვანილი რაც არ უნდა გაიგულე ოჯახის ქალი არის სტატუსი ბევრ რამეს ნიშნავს ძალიან არ გინდათ ამას ბევრმა გაუკეთოთ რა იცი ესე გინდათ გადაფარცხო და აი არაფერს არ ნიშნავს სტატუსი ბევრ რამეს ნიშნავს და თქვენ აგერ უცებ გამოხდებით არ აქვს მნიშვნელობა თქვენი არ იყავით ურთიერთობაში ხართ ურთიერთობაში რა გადაიტანეთ არ აქვს მაგას მნიშვნელობა ქალიშვილი ხართ თუ 9-ზე ხართ გადამხტარი არ აქვს მნიშვნელობა მაგას ძალიან იშვიათი არის მამაკაცმა ესე მერე დაუშვათ არ დაიხიოს უკან და თავისი ოჯახი ესე რომ ვთქვათ გადააბიჯოს და კი არა დაშორებული მართლა რომ არის ისინი რიგდებიან მაშინ ოფიციალურად მოითხოვეთ მანახე დაშორებული ხარ და შეიძლება აქაც კიდე 50-50-ზე არის ბევრი კი ბატონო შორდება და ქმნის ახალ ოჯახს და რაღაცა მაგრამ ბევრი არის რომ რიგდებიან და ეს იმას არ ნიშნავს რომ მანდა მაინც ჯადოს უკეთებს ის არ იქცევით აქ სწორად ბევრი თქვენთაგანი ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა ერთი გოგო მოვიდა კიდე და ძალიან მომწონს ეს კაცი უეჭველი მისი ცოლი ჯადოს უკეთებს მითხარ რანაირად ნახე არაფერი არ დამფიქსირდა ქალიდან აბა რატო უნდა მოუნდე შენ არის მამაკაცები ადამიანი არის ლოგინი და ფული კი არა ურთიერთობა არის მისთვის მნიშვნელოვანი შენ კაცო შორიდან რომ უყურებ რო დაინახე ეს ოჯახი მოდი გეტყვით პირდაპირ ეხლა ოჯახი არის თუნდაც გამორჩეული კარგი თანამდებობა აქვს ადამიანს ეს შვილები დაზრდილი აი კარგი ოჯახია რო შეხედავ ხო თქვენ რა გონიათ ხეზე მოიკრიფა ეს ყველაფერი იქ რა ურთიერთობა და რა ქონდათ ამ ცოლ-ქმარს რა ვიცი მე გეტყვით რომ არ იკრიფება ეს ხეზე ერთმა ადამიანმა თქვა კაცო რა რემონტი და რემონტი ის რა არის მაგიო ესე აიქნია ხელი რაღაცა და ავდექი მე და უთხრან მიდი ერთი მოთხარი ანგარი შემეთქი თუ რა არის შენ ქონებაზე იყო იქ უკვე გადავუხვეგიდე ხო დაუბრუნდები ყველაფერს საუბარი მოდი ანგარიში ახლა მე ვთხარი იატაკის იგი მისი იგი ერთი ხარჯები რომ ამბე $50,000 გადაცდა კაცო პატარა ის ქონდეთ ან 20 კვადრატი თუ 30 კვადრატი ეს არა ქვია სახლი ბინა და მე მიდი
დაიწყე თუ რა არის, გჭირდება. დავუშვათ ეხლა, რა ვიცი, ან ჭირის დღე გაქვს, ან ხინის დღე გაქვს და ხო, ქართველები ვართ ესეთ რაღაცას ვაქცევთ, ხო, ყურადღებას. მიდი, მესქენი მეთქი. გააკეთე ეს მოაწესრიგი, არ გიტყდება ესეთ რაღაცაში, არიან ხალხი, არ უტყდება, არის რომ უტყდება კაცო და არ უნდა ესე ნახომს მიფარჩაკებული ოჯახი. აბა მიდი დააწყვე ის 50,000 თუ მაგარი ხარ. ხო არაფერი არ არის. წლების ნალოლიავები ოჯახი, ჩემო კარგო, რომელშიც, რა ვიცი, პროფესია თუ თანამდებობა უჭირავს კაცს, ესე არ იკრიფება. იქ ქალი თუ არ დგას თავის ადგილას და თუნდაც კაცი არ იკრიფება და შენ რა წონა გაქვს ამ ხელა რომ დაუშვათ თუნდაც მოეწონია მამაკაც, გააჩნია რისთვის მოეწონე, რომ მის ოჯახს დაანგრევს. არა, მე ჯადუ აქვს, აბა, ჯადუ აქვს, ჯადო კი არ აქვს გაკეთებული და ტვინი აქვს თავში და ზუსტად იცის, მან წლები აქვს დახარჯული. და სხვანაირად არის, ყველაფერი მოითბინა შეიძლება, ძალიან ბევრი, შენ რა იცი კაცო, რა გადაიტანა ამ ადამიანმა, ესე ხო არ არის. ყველას ხო თავზე არ აცვივა. 1000 ტკივილი გადაიტანა შეიძლება და შეიძლება შიმშილიც გადაიტანა, რა იცი. რომ მისი ოჯახი დღეს ზუსტად იმ პოზიციაზე ყოფილიყო და გამოხდები. აი ჯადო აქვს გაკეთებული ერთი შენ ის გავუკეთე, ეს გავუკეთე, ესა დაშორების გავუკეთე, იმის გავუკეთე, ამის გავუკეთე, მაგას უჩვენ. ვინ ხარ ადამიანო შენ? და კიდევ თუ რამე არასწორად კი არა, ეხლა გამოგლანძღე სიტყვაზე ან რაღაცა. მე არ მჩვევია გამოლანძღვა, მაგრამ არის ბევრი ეზოთერიკოსები ლანძღავენ, ხო? კიდე პრეტენზია გაქვთ. და მე გეტყვით აქედან, ესეთ ხალხს გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. სხვისი არაფერი არ გინდოდეს. სხვისი კი არ უნდა გინდოდ, თქვენ მაინც ვერ შექმნით იმ დაითრიეთ ის მამაკაცი. თქვენ თუ ის გონიათ ის ოჯახი გექნებათ, რაც იმ მამაკაც იმ ქალთან ქონდა, ძალიან ცდებით. იმიტომ რომ თქვენი გონებით ის ქალბატონი არ მოძრაობს. თქვენი გონებით რო ემოძრავა, ზუსტად მაგ პოზიციაზე იქნებოდა, რომელზეც თქვენ ხართ ახლა ამ წუთში. გაიგეთ რა ხდება, შეგიძლიათ ამის გააზრება? თავიდან მოისმინეთ. კიდევ მოისმინეთ, კი სანამ არ მიხვდებით რას ვამბობ, მოისმინეთ, დაიზეპირეთ. არ მინდა მე ესე ზედმეტი კომენტარები. ყველა კომენტარს წავშლი და ყველას დაგბლოკავთ, თუ კი მათ დააკომენტარებთ. გაუაზრებლად. რაც შეეხება, ძალიან კარგად იცოდეთ, მე ოჯახს ძალიან ვაფასებ. ასეთ ოჯახებს. და ჩემთან ესეთი ფორმით შეიკავეთ თავი და მომოდიხართ. ვიღაცას ოჯახი დაუნგრიო და რაღაც. ეს არის ისეთი საკითხი ხელშეუხებელი ჩემთვის. და თქვენთვისაც ასე უნდა იყოს. იმიტომ რომ არ არის ბევრი ასეთი ოჯახები და თუ შეხედავთ რომ სადმე არის, მოწიწებით უნდა მოეპყრათ დამერწმუნეთ. დაანგრიოთ და გაანადგუროთ კი არა. პატევი უნდა სცეთ, უნდა დაუმეგობრდეთ იმ ქალს, იმიტომ კი არა რომ ოჯახი დაუნგრიოთ, ისწავლოთ მისგან რაღაცა. თუნდაც იმ მამაკაცსაც დაუმეგობრდეთ, რომ რაღაცა გაიგოთ, როგორ აზროვნებს, როგორ ასაკეთებს და მიბაძოთ. მიემგვანოთ მაინც. და არა ჯადუებით მივდგეთ. ესეთი ოჯახები თითებზე ჩამოსათვლელი დარჩა. და მე მაგალითად, რა ვიცი, რო გავიგებ, პატივცემ კი არა, მოწიწებით ვესაუბრები პირდაპირ ესეთ ოჯახებს. გინდის გაიგეთ, გინ ჯადოთი შენარჩუნებთ, რა მე ესეთ ოჯახებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, იქ ეხლა თუ ქალი მართლა სუფთა არის და არ მაიმუნობს და არ იმაშობა. ყველამ თავის საქმე იცის, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ ესე არის. და გაიძულებთ თქვენ იგივე პოზიცია გქონდეთ, მაგრამ თუ გაინტერესებთ სწორი დაუშვათ რაღაცა მიმართულება და გინდათ ფეხზე დადგეთ, ესე უნდა გქნათ. მაგნაირი ფორმით თქვენ ვერც ერთი ვერ დადგებით ფეხზე. ამ შემთხვევაში, მოდი ისევ დამანგრეվել ენერგიებთან მივიდეთ.
თქვენ გამოიმუშავეთ დამანგრეველი ენერგია თვითონ და დაანგრიეთ თქვენი ცხოვრება. გააფარჩაკეთ. თქვენ სანამ არ ისწავლით იმ ქალმა რა დროს როგორ მოიქცა, რა დროს როგორ გააკეთა, რა იაზროვნა, რა სიტყვა პასუხი გასცა, არ აქვს მნიშვნელობა იჩხუბა თუ კეთილად მოიქცა, როგორადაც სანამ მაგას არ ისწავლეთ, მანამდე თქვენ გამორიცხულია გზედმეტია ყველაფერზე ლაპარაკი. ჯადუებით დამერწმუნეთ, თქვენ ვერ იქნებით სრულყოფილი. იმიტომ რომ ამას თავისი მინუსები აქვს, თავისი გადასახადები აქვს. კიდევ. პლუს ეს არის ენერგია, კი ბატონო, მე აქ თამაში არ შეიძლება. დღეს ასე ხვალ ისე მერყეობა. თუ ამ ენერგიას მიმართავთ, ძალიან მტკიცე უნდა იყოთ. მაშინ. მაგრამ მაინც დამანგრეველი არის თქვენთვის. დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგებათ, ვისაც ეკუთვნის, ვისაც არ ეკუთვნის, შეიძლება რაღაცები სხვანაირად გადააფასოს კიდევ ცხოვრებაში. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.